ეს არის წამალი დერაპრიმი, რომელიც ძირითად სამკურნალო საშუალებად 1950-იანებიდან ტოქსოპლაზმოზის მკურნალობაში გამოიყენება. ტოქსოპლაზმოზი ეს არის მძიმე პარაზიტული დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება სიმსივნით და შიცით დაავადებულ ადამიანებს შორის. ასევე რთულად მიმდინარეობს ორსულებში. ეს არის მძიმე და იშვიათი ავადმყოფობა, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ მედიკამენტოზურ მკურნალობას. 2015 წლამდე აღნიშნული წამალი ამერიკის ბაზარზე იყიდებოდა ხელმისაწვდომ $13.5. იმავე წელს ახალგაზრდა ფინანსისტის მარტინ შკრელის ფარმაკოლოგიურმა კომპანია Turingმა დერაპრიმის წარმოების ექსკლუზიური უფლება შეიძინა. აქედან იწყება ყველაზე საინტერესო. სულ რაღაც ერთ ღამეში წამლის ფასი $13.5-დან $750-მდე გაიზარდა. გამორიცხული იყო საშუალო სტატისტიკური შემოსავლების მქონე ადამიანს ეს მედიკამენტი შეეძინა, მით უმეტეს საუბარი ზედმეტი იყო მოწყვა ჯგუფებზე. ტრამპმა მაშინ შკრელის გატუტუცებული ბავშვი უწოდა და კი ასეთის შთაბეჭდილებას ნამდვილად ტოვებდა. თავად ნახეთ, როგორ პასუხობდა ის ჟურნალისტებს კითხვებზე. Are you going to change the price? No. If you could rewind the clock a few months, I wonder if you would do anything differently. I probably would have raised the price higher. Is probably what I would have done. შკრელის ამბავმა აჩვენა, რომ წამლის ბიზნესი სრულად ფულით მართულია. თვითონ სისტემა იმდენად პრობლემურია, რომ ერთ ადამიანს ხელოვნურად შეუძლია ფასი 56-ჯერ გაზარდოს, ისე რომ პასუხი არც არავინ მოსთხოვოს. ზოგადად თუ გიფიქრიათ, რატომ ღირს წამლები ასე ძვირი? ეს კითხვა შესაძლოა განსაკუთრებით მაშინ დაგებადოთ, როცა $100 წამალს აფთიაქი ფასდაკლების დღეებში 30-40 ლარებში ყიდის. ფარმაკოლოგიური გიგანტები, როგორც წესი, მედიის ან საზოგადოების ყურადღების ცენტრში არ არიან და ჩრდილში ყოფნა საშუალებას აძლევთ იყვნენ უმდიდრესები, გავლენიანები, ერეოდნენ სახელმწიფო ჯანდაცვის პოლიტიკაში და ზოგიერთ სფეროში დღის წესრიგს ყველა სტრუქტურას კარნახობდნენ. რა შავნელი საქმეები დგას დიდი ფარმაკოლოგიური კომპანიების უკან და როგორ შოულობენ მილიარდებს ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. დღეს ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის სპონსორი არის ტექნიკის ონლაინ მაღაზია PopShop G, სადაც შეძლებთ სასურველი ტექნიკის შეძენას მისაღებ ფასებში, თანაც მას ნებისმიერ მისამართზე უფასოდ მოგიტანენ. მაღაზიის ბმული იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ და თავად შეათვალიეროთ თქვენთვის ნებისმიერი სასურველი პროდუქტი. რომელი სფეროები გახსენდებათ, რომლებზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ მიმართულებებს სახელმწიფო აქტიურად მფარველობს. ალბათ დიდი ცოდნა და გამოცდილება არ სჭირდება იმაზე, რომ ამ კითხვის პასუხად ვთქვათ, ბუნებრივი რესურსების მოპოვება და რეალიზება. ასევე არანაკლებ საჭირო არის ელექტრონიკა, ხო? ტელეფონი, ნოუთბუქი, სახლში ჩემთან თუ თქვენთან რა ტექნიკაც არის, ამას ახლა უკვე ემატება ელექტრომობილები, აბსოლუტურად ყველაფერს სჭირდება ელექტრონიკა. ხო და რა გასაკვირია, რომ ქვეყნები და ახლა მე ვსაუბრობ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, აქტიურად მფარველობენ ამ სფეროებს. მაგრამ ვერც ბუნებრივი რესურსების მოპოვება გაყიდვის და ვერც ელექტრონიკის ლობიზმის მასშტაბი ახლოსაც ვერ მოვა ფარმაკოლოგიასთან. ნახეთ, ეს არის 2024 წლის მონაცემები თუ რომელ სფეროებს ლობირებდა შტატები. ჯანდაცვის სფერომ მაგალითად 90 მილიონამდე დახარჯა ლობიზმის საკითხებში. ნავთობი და ბუნებრივი აირი 109 მილიონზე მეც ხარჯავდა. ელექტროწარმოება 199 მილიონს, ხოლო ფარმაკოლოგია ყურადღებით 290 მილიონზე მეტს. სხვადასხვა წყაროებში განსხვავებული რიცხვები წერია, მაგრამ პოზიცია იგივე რჩება. რომელი წყაროც არ უნდა ავიღოთ, აუცილებლად ფარმაკოლოგია იქნება ნომერ პირველი ინდუსტრია, სადაც ყველაზე დიდი თანხები იხარჯება ლობიზმში. Open Secret-ზე მაგალითად წერია, რომ 2024 წელს 380 მილიონზე მეტი დაიხარჯა. მოდით განვიხილოთ, რას ნიშნავს ლობიზმი, იმიტომ რომ ძალიან ზოგადი სიტყვაა. ლობისტური ინდუსტრიები ეს არის სფეროები, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკის, კანონების და რეგულაციების თავისთვის სასარგებლო გავლენებზე ფულს იხდიან. კომპანიები ქირაობენ ლობისტებს, რომლებიც მათ ინტერესებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ატარებენ და საბოლოოდ მათთვის ოპტიმალურ შედეგებს იღებენ. მთავარი არის ორი რამ. პირველი, კონგრესმა არ მიიღოს კანონი წამლის ფასების ჭერის შესახებ და მეორე, კონგრესმა არ მიიღოს კანონი წამლის ფასების შემცირების შესახებ. მარტინ შკრელიმ, როდესაც ფასი ხელოვნურად 56-ჯერ გაზარდა, კარგად იცოდა, რომ ამის გამო სამართლებრივად პასუხს არავინ მოსთხოვდა. მორალურად კიდე შეიძლება, მაგრამ როგორც მისი პასუხებიდან გაიგებდით, დიდად ადამიანების აზრზე არ დარდობდა. მაგრამ მარტინ შკრელი ამ ინდუსტრიაში ხომ ზღვაში წვეთია. ასეთი გიგანტი ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც ცდილობენ ბაზარი სათავისოდ მოირგონ. ვინ არის მარტინ შკრელი? არც არავინ.
თუ გაინტერესებთ და დარდობთ რა ბედი ეწია შკრელის, ის საბოლოოდ მაინც დააკავეს, თუმცა აბსოლუტურად სხვა ბრალდებით და სხვა მუხლით. როგორც ხედავთ, ფარმაკოლოგია ღრმად არის შეღწეული სახელმწიფო სტრუქტურებში და უხვად აფინანსებს თავისი ინტერესების გატარებას. გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ, ფაქტია ამ მხრივ უძლიერესი სფეროა. თანაც გამართლებულია. ბიზნესის თვალით რომ შევხედოთ, შენ უნდა მოისყიდო ადამიანები, გადაუხადო ხელფასები, დაარიგო ფულები, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც საკუთარი წამლის ფასი 2-ჯერ, 3-ჯერ და მეტჯერ გაიზრდება, ნებისმიერ ლობისტურ კამპანიაში ჩადებულ ფინანსებს უკან დაიბრუნება. ფარმაკოლოგიის ინდუსტრიის წამყვან ლიდერ კომპანიებს, რომლებიც დანარჩენ ბაზარს დღის წესრიგს კარნახობენ, Big Pharma-ს უწოდებენ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი ორგანიზაცია თქვენც იცით და ამისთვის სულ არაა საჭირო სამედიცინო სფეროს წარმოადგენდეთ. ამ კომპანიების შესახებ ძირითადად COVID პანდემიის პერიოდში გავიგეთ. Big Pharma-ს წარმოადგენენ Pfizer, Johnson & Johnson, Roche, Moderna, AstraZeneca, Sanofi და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, რაზეც მე ახლა ვისაუბრე, ისედაც გასაგებია. მაგრამ თავარი არის პრაქტიკაში როგორ ხდება ამის განხორციელება. სად ჩანს Big Pharma-ს რეალური ძალა. 2003 წელს ამერიკაში ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ჯორჯ ბუშმა Big Pharma-ს წარმოადგენლებთან თანამშრომლობით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით ამერიკის სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა 65 წლის ასაკიდან ადამიანებს იმ წამლების ნაწილს დაუფინანსებდა, რომლებიც რეცეპტით გაიცემა. შედეგად უამრავი მომხმარებლისთვის მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდა. იკითხავთ, კი მაგრამ ანრი, რას ხედავ ამაში ცუდს? პირიქით დიდებული ამბავია, მაგრამ ნახეთ, ამ აქტის მიხედვით სახელმწიფო ჯანდაცვის დაზღვევა ფაქტობრივად კერძო სექტორის გავლენის ქვეშ გადავიდა, რადგან შეთანხმებაში იყო ერთი ასეთი პუნქტი, რომლის მიხედვით დაზღვევას არ ქონდა უფლება რაიმე სახის მოლაპარაკებები ეწარმოებინა წამლის ფასებთან დაკავშირებით. ანუ, ფარმაკოლოგიური კომპანიები რა ფასაც დაადებდნენ თავის წამალს, ყოველგვარი გასაჩივრების გარეშე სახელმწიფოს ის უნდა შეეძინა. შესაბამისად, გამოდის, რომ Big Pharma ცალმხრივად აკონტროლებდა და აწესებდა მედიკამენტებზე ფასს. შედეგად, შემდეგი 10 წლის განმავლობაში შტატებმა $400 მილიარდზე მეტი გამოყვეს ამ პროგრამის დასაფინანსებლად. როგორია, ერთმა თანმიმდევრულმა და კარგად გათვლილმა ლობისტურმა კამპანიამ ფარმაკოლოგიურ ორგანიზაციებს ასეთი მსუყე მოგება მოუტანა. ფიქრობ თუ არა, რომ Big Pharma-ს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებზე აქვს გავლენა? რა თქმა უნდა, არა. 2009 წელს ასეთი რაღაც მოხდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწყო საინფორმაციო კამპანია იმის შესახებ, რომ მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დგას, ამას ჰქვია ღორის გრიპი, იგივე H1N1-ის ვირუსი. გამოაცხადეს პანდემია და ევროპის ქვეყნებს მკაცრი მოქმედებებისკენ მოუწოდებდნენ. შეშინებულმა მთავრობებმა მილიონობით დოზა ვაქცინა შეიძინეს. მარტო დიდმა ბრიტანეთმა 132 მილიონი დოზა დაუკვეთა მწარმოებელს. შედეგად ისე მოხდა, რომ მაგალითად ვაქცინის მწარმოებელმა GlaxoSmithKline-მა $2 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა, ხოლო შვეიცარიელმა Novartis-მა 600 მილიონი. თუმცა, ირონია ის იყო, რომ პანდემია როგორც ასეთი ვერ შედგა. იმაზე ბევრად ნაკლები ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე ვარაუდობდნენ და შესაბამისად კიდევ უფრო ნაკლები გარდაიცვალა. მილიონობით ვაქცინა კი გამოუყენებელი დარჩა. კარგით, დაუშვათ ჯანმო შეცდა და ვერ შეაფასა სწორად რისკები. დაუშვათ ისიც იფიქრეს, რომ მოდი დეფიციტს ისევ სავსე მარაგები ჯობიაო. სიტყვაზე ასეთი ვითარება იყო. მალევე დაიწყო გამოძიება და გაირკვა, რომ H1N1-ის საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც თვითონ ჯანმომ შექმნა, იმ სპეციალისტებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც მათ შორის GlaxoSmithKline-სა და Roche-ზე მუშაობდნენ. კი ეს ზუსტად ის ორგანიზაციებია, რომლებმაც ვაქცინების გაყიდვით მილიარდობით დოლარი გამოიმუშავეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიმართა მოსმენა, რომელსაც დაერქვა საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამედიცინო სკანდალი. წამყვანი გამომძიებელი დოქტორ ვოლფანგ ვოდარდი მოხსენებით გამოდიოდა და ამბობდა: პირველი, H1N1-ის საფრთხე გადაჭარბებული იყო, რომ შექმნილიყო ყალბი მოთხოვნა ვაქცინების შესყიდვაზე. მეორე, ფარმაკოლოგიური კომპანიები და ჯანმო მჭიდროდ თანამშრომლობდნენ და მესამე, პანდემიის ცნება შეიცვალა, რომ ვაქცინებზე მასიური დაკვეთები წამოსულიყო. თვითონ ჯანმომ ყველა ეს ბრალდება უარყო. ასეთი პირდაპირ მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ გვაქვს მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ Big Pharma-ს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ჯანმოზე და კოორდინირებული, კარგად დაგეგმილი მოქმედებების შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. სანაცვლოდ Big Pharma მილიარდიანი კონტრაქტები მიიღო სხვადასხვა ქვეყნებისგან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მსოფლიომ რეალურად გამოიარა H1N1-ის პანდემია. მით უმეტეს, რომ თვითონ დასავლური მედია წერს,
Big Pharma-სა და Janmos შორის არსებულ საეჭვო კავშირებზე. ის გავიგეთ, რომ Big Pharma-ს ნებისმიერ კონტინენტზე, ნებისმიერ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურაში შეღწევა შეუძლიათ და შემდეგ ცდილობენ გადაწყვეტილებები სათავისოდ მიაღებინონ. ზოგჯერ ეს უფრო ფართო მასშტაბით გამოსდით, ზოგჯერ უფრო მოგრძალებული. კითხვა მოდით დავსვათ შემდეგნაირად. როგორ აღწევს Big Pharma ბრძოლის ყველაზე მთავარ ველზე, ანუ უბრალო ადამიანების ტვინებში? რაც არ უნდა იყოს სახელმწიფოს გავლით, რა მეთოდსაც არ უნდა მიმართონ ფარმაკოლოგიურმა კომპანიებმა, ისევე როგორც დანარჩენი ბიზნესისთვის, მათთვისაც პრიორიტეტული არის უპირველეს ყოვლისა შეაღწიონ რიგითი მოქალაქეების გონებაში. ფარმაკოლოგიური რეკლამები და ზოგადად მათი მარკეტინგი არასდროს არ ჩამორჩება ტოპ კომპანიების მარკეტინგს. პირიქით, რიგ მიმართულებებში აღემატება. როგორც ბავშვობიდან ჩაგვრჩა მაგალითად Coca-Cola-ს რეკლამები, ზუსტად იგივენაირად, სულ მცირე 2-3 წამლის რეკლამა მაინც იქნება, რომლებიც დღემდე გვახსოვს. არის შემთხვევები, როცა თითქოს გაუაზრებლად ქვეცნობიერად ვიცით, რომ ეს წამალი მეორეს ჯობია. ეს წამალი ამას უკეთ კურნავს და ასე შემდეგ. რა მეთოდებს იყენებენ ფარმაკოლოგიური კომპანიები, რომ ჩვენი გონება დაიპყრონ და გვაიძულონ ესა თუ ის წამალი ვიყიდოთ? ამ არხზე ბევრი გვისაუბრია პოლიტიკური პროპაგანდის შესახებ. საქართველოშიც სამთავრობო თუ ოპოზიციურ ძალებს საკუთარი პროპაგანდის მეთოდები აქვთ. ამ მხრივ გამონაკლისი ალბათ მხოლოდ ლელოა, რომელიც თავის ლიდერებს უხერხული იდეების გენერირებაში უფრო ეხმარება, ვიდრე პირიქით. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველა ბიზნეს სფერო რომ ავიღოთ, ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პროპაგანდის მექანიზმი ფარმაკოლოგიას აქვს. თან ნახეთ, ამ შემთხვევაში, სხვა ინდუსტრიებთან შედარებით, ფარმას აქვს ერთი უზარმაზარი ფსიქოლოგიური უპირატესობა. ისინი ვაჭრობენ იმით, რაც ჩემთვის, თქვენთვის და სხვა დანარჩენი ადამიანებისთვის ყველაზე ძვირფასია. ეს არის ჩვენი ჯანმრთელობა. ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩვენი ჯანმრთელობის ხარისხი სხვა გარემოებებთან ერთად დამოკიდებული არის სწამლებზეც. თავი გვტკივა, ვიცით რა უნდა დავლიოთ, გავცივდით, ვიცით რა უნდა მივიღოთ და ასე არის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოზე, გულზე, ფილტვებზე, თირკმელებზე, კუჭნაწლავზე და ასე შემდეგ. როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს ჩვენ Big Pharma-სთან, ფაქტი ის არის, რომ წამლები გვეხმარება ჩვენი ჯანმრთელობის ხარისხი იყოს უფრო მაღალი და სიცოცხლის უნარიანობა შესაბამისად უფრო იყოს ხანგრძლივი. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამოკიდებულია ბევრ რამეზე. გენეტიკაზე, კვებაზე, გარემოზე, როგორც ბუნებრივ, ისე ფსიქოლოგიურზე, ცხოვრების წესზე და ასე შემდეგ. თუმცა როგორც კი ცუდად გვცნობთ თავს, პირველი რასაც ვაკეთებთ, ვარკვევთ, რა წამალი გვჭირდება. შესაბამისად, სფეროს, რომელზეც ასე მინჯაჭული ვართ ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად, ბუნებრივია, რომ ჩვენზე უზარმაზარი გავლენა აქვს. ყველა სიტყვა, თითოეული დოზა, მილიგრამი ხდება მნიშვნელოვანი. ახლა კი წარმოიდგინეთ, ჯერ ისედაც ასეთი მინჯაჭულობის ფსიქოლოგიური ფონია და ამას დაუმატოთ ის, რომ ჩვენი ავტორიტეტები და კუმირები გვიყვებიან ამა და ამ წამალმა როგორ უშველა მათ პრობლემებს. მაგალითად, ლეგენდარული სერენა უილიამსი ყვება თუ როგორ უშველა შაკიკს კონკრეტული წამლის დახმარებით. კიმ კარდაშიანი ჩნდება ორსულებისთვის საჭირო პრეპარატით ხელში და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ მსგავსი სახის მარკეტინგი არ გვაკვირვებს, ამიტომ სავსებით მისაღები და გასაგებია, რომ Big Pharma ცნობილ ადამიანებს გამოიყენებს რეკლამებში, სადაც პოლიტიკოსებს ყიდულობს, რა გასაკვირია, რომ სელებრიტებსაც გაწვდება. მარკეტინგის ეს მეთოდი ხილულია და ჩანს, მაგრამ რა ხდება ღრმა წყლებში? გაგიგიათ ონლაინ გამოცემა Lancet-ი. მე პირადად COVID-ის პერიოდში გავიგე. ეს არის წამყვანი პრესტიჟული გამოცემა, რომელიც ძირითადად წერს სამედიცინო მიმართულებებზე. ახალი სტატიები, ახალი კვლევები, ექსპერიმენტების შედეგები, მიღწევები და ასე შემდეგ ქვეყნდება Lancet-ში. სამედიცინო სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის ეს არის სანდოობის ეტალონი. ექიმი თუ ხედავს, რომ გამოქვეყნდა ახალი წამლის შესახებ კვლევა, სადაც წერია, რომ კონკრეტულმა წამალმა 100 ადამიანის შემთხვევაში 56-ს იმაზე უკეთესი შედეგები მისცა, ვიდრე ამ წამლის წინამორბედმა ან ამ წამლის კონკურენტმა და ასე შემდეგ. ექიმისთვის ეს უკვე ავტომატურად ინდიკატორი არის, რომ თავის პაციენტებსაც აღნიშნული მედიკამენტი დაუნიშნოს. თითქოს ლოგიკურია, რომ ასე ხდება და ერთი შეხედვით აქაც არაფერი უცნაური არ არის, მაგრამ არ იჩქაროთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ საუბრობთ Big Pharma-ზე, სადაც აბსოლუტურად ყველა დეტალი და მით უმეტეს მარკეტინგში და შეფუთვებში გათვლილია. კალიფორნიის უნივერსიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა ლიზა ბეროუმ გუნდთან ერთად შეისწავლა სხვადასხვა სტატინების უპირატესობები. რატომ ხდება, რომ ზოგიერთი სტატინი სხვაზე ეფექტური ჩანს? სტატინი ეს არის სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციის დასაქვეითებელი მედიკამენტი. საბოლოოდ სპეციალისტებმა, როდესაც შეისწავლეს ბაზარი, გაანალიზეს შედეგები, გაირკვა, რომ წამლის საკონტროლო ცდები დიდი ალბათობით
იმ მედიკამენტებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც მათ საქმიანობას ასპონსორებენ. ანუ თუ ისინი ცდიან ორ სხვადასხვა წამალს, იმისკენ გადაიხრება საბოლოო დასკვნა, ვინც მონაწილეობს ცდების დაფინანსებაში. მეცაც გეტყვით, Big Pharma-ს ზოგიერთი გიგანტი საერთოდ არ დარდობს მედიკამენტის ეფექტიანობის მრავალი ცდით გადაზღვევაზე. ამის მაგალითია ფრანგული Sanofi, რომელმაც ადამიანის ცხოვრებაზე არამხოლოდ კვალი დატოვა, არამედ სამწუხაროდ სამუდამოდ დაამახინჯა. Sanofi-ს ერთ-ერთ ლაბორატორიაში დამზადებულ მედიკამენტს Depakins, რომელიც 1967 წლიდან იყო ჩაშვებული ბაზარზე, სერიოზული გვერდითი ეფექტები აღმოაჩნდა. ეს არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენებოდა ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში. ფრანგი მარინ მარტინი თავის ისტორიას ყვება და ამბობს, რომ მას აქვს ეპილეფსია. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ მდგომარეობის საწინააღმდეგო წამალი მიეღო, მაგრამ წარმოდგენა არ ქონდა, რომ ამ წამალს შეიძლება რაიმე გვერდითი ეფექტები ჰქონოდა ორსულობის დროს და ნაყოფს განვითარებაში ხელს შეუშლიდა. ქალი ყვება, რომ ორსულობისთვის ემზადებოდა, ექიმს რეკომენდაციები ეკითხა, რამდენად უსაფრთხო იქნებოდა მისთვის შვილის გაჩენა, რასაც პასუხად მიიღო, რომ გართულებები არ იქნებოდა. გინეკოლოგმაც, ნევროლოგმაც ერთი და იგივე უთხრა. მარინ მარტინმა ორი შვილი გააჩინა. ორსულობის დროს Depakins იღებდა და ორივე ბავშვი დეფექტით დაიბადა. უფროსი შვილი, გოგონა დაიბადა სახის მანკით, კოგნიტური და ვიზუალური დარღვევებით, ხოლო უმცროსი სახის, ხელის და სასქესო ორგანოს მალფორმაციებით, რასაც ორი ოპერაცია დასჭირდა. ეს წამალი ბაზარზე პირველად, როგორც გითხარით, 1967 წელს გამოჩნდა და როგორც Deutsche Welle-ს დოკუმენტურ ფილმში აღნიშნული, მას შემდეგ 10,000 ბავშვი ევროპაში დაიბადა თანდაყოლილი დეფექტებით, მენტალური დარღვევებით და ბევრი მათგანის მდგომარეობა შესაძლოა სწორედ ამ წამალთან იყოს დაკავშირებული. მარინ მარტინმა უჩილა Sanofi-ს და შემდეგ უკვე ათობით სხვა დაზარალებულიც გამოჩნდა. 2024 წელს გამოძიების დაწყებიდან 12 წლის შემდეგ პარიზის სასამართლომ Sanofi-ს დააკისრა, რომ კომპენსაციის სახით მარტინის შვილებისთვის 284,000 евро გადაეხადა. ყველაზე საინტერესო არის სასამართლოს საბოლოო დასკვნა, სადაც წერია, რომ Sanofi-მ, როდესაც წამალი ჩაუშვა ბაზარზე, კარგად იცოდა, თუ რა გვერდითი მოვლენები ექნებოდა მის გამოყენებას, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია დამალა. დავუშვათ, ჩვენ ვართ ფარმაკოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელებით და გვინდა შევემუშაოთ ახალი წამალი. ჯგუფმა, რომელიც იმუშავებს მის შემადგენლობაზე, მოგვახსენა, რომ ეს წამალი მოგცემს ამ ეფექტს და ასე შემდეგ. დავაფინანსეთ ეს ყველაფერი, მოვიდა ჩვენამდე წამალი, გადავაგზავნეთ უკვე სხვა ჯგუფში, რომელიც დაკავდება მისი ტესტირებით და გაირკვა, რომ ამდენი ფინანსები ჩავდეთ, ამდენი რესურსით დავხარჯეთ, მაგრამ ვერ მივიღეთ ის შედეგები, რასაც თავიდან ველოდით. რას ვაკეთებთ ამ დროს? ვეძახით კიდევ ერთ სხვა ჯგუფს, რომელსაც მარკეტინგის დეპარტამენტი ჰქვია და მუშაობთ, როგორ გავყიდოთ, უბრალოდ როგორ გავასაღოთ ეს ყველაფერი წარმატებულად და მაინც ვნახოთ მოგება. მაგალითად წერენ, აღნიშნულმა მედიკამენტმა ორჯერ შეამცირა გულის უკმარისობის შემთხვევები, თუმცა ანოტაციაში ან შეფუთვაზე უწვრილესი ტექსტით წერია 51-53 წლის ადამიანებში და 1000-დან 2 შემთხვევა თუ იყო, ახლა 1000-დან 1 შემთხვევაა. ასეთი სტატისტიკით გამოდის, რომ ორჯერ უფრო ეფექტიანია, ხომ ვერ შევედავებით. საბოლოოდ ასეთი манипуляციებით მიიღწევა ის, რომ ადამიანები ახალი წამლის უპირატესობას იჯერებენ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც სამეცნიერო და მარკეტინგის გუნდებმა იმდენად წარმატებულად შენიღბეს გვერდითი მოვლენები, რომ მათ შესახებ საერთოდ არავის არ ახსოვს. ნახეთ, ერთია, როდესაც Big Pharma აიძულებს მთავრობას შეისყიდოს ვაქცინები და წამლები და მეორე არის, როდესაც Big Pharma-სა და ადამიანებს შორის არანაირი შუამავალი აღარ არის, აღარც რეკომენდატორი ჯანმო და აღარც მთავრობა. ანუ ადამიანებს ექიმის გავლით პირდაპირ შეუძლიათ წამლის ყიდვა. აი რა ხდება ამ დროს? სპოილერი, სრული კატასტროფა. 90-იანების დასაწყისში ფარმაკოლოგიური კომპანიების სამეცნიერო ჯგუფებმა დაიწყეს ანგარიშებისა და მოხსენების გაკეთება, რომ თითქოს ოპიოდური ტკივილგამაყუჩებლები იმაზე ნაკლებად იწვევს დამოკიდებულებას, ვიდრე ეს ადრე ეგონათ. ამიტომ ექიმებს მოუწოდებდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს დაენიშნოთ გაცილებით მძიმე ოპიოდები. ეს ნიშნავდა, რომ ფარმაცევტული გიგანტები მილიარდებს გამოიმუშავებდნენ, ხოლო მეორე მხრივ ადამიანებს, რომლებსაც ფიზიკური ტკივილები ჰქონდათ, უფრო მარტივად დაძლევდნენ მათ. ერთის შეხედვით ისევ ყველა მხარე მოგებული რჩება. ამ Big Pharma-ს წარმომადგენლებმა დაგზავნეს თავისი ხალხი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში, რომ ექიმებისთვის დაერწმუნებინათ,
დაივიწყეთ კაცო ის ძველი კვლევები, ნახეთ ახალი კვლევები, აი ნახეთ ჩვენ თვითონ ჩავატარეთ ეს ექსპერიმენტები და ირკვევა რომ არ იწვევს დამოკიდებულებას ესეთი ძლიერი ოპიოდები და გამომდინარე აქედან პირიქით ჩვენ ადამიანების ცხოვრებას ბევრად უფრო მარტივს გავხდით. ბაზრის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იყო ფიურდი, რომელიც აქტიურად ქადაგებდა იმას, რომ მათი ოქსიკოდონი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი იყო და სწორედ ეს წამალი გახდებოდა პაციენტების შვება. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ნამდვილად შეიძლება ასე ვიფიქროთ კი, რომ მართლა დიდი შვება მოჰქონდა, იმიტომ რომ 97 წლიდან 2002 წლამდე ოქსიკოდონზე რეცეპტების რაოდენობა 672,000-დან 6,2 მილიონამდე გაიზარდა. სულ უფრო და უფრო დიდი ორგანიზაციები იწყებდნენ საკუთარი ტკივილგამაყუჩებელის გამოშვებას. მაგალითად, ერთ-ერთი იყო Johnson & Johnson. ექიმებიც როცა ხედავდნენ, რომ კვლევები ნორმალურია, რეკომენდაციები გაცემულია, ინტენსიურად ურჩევდნენ პაციენტებს ძლიერ ოპიოდებს. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ხალხი ამ წამლებზე დამოკიდებული გახდა, ხოლო კვლევებში სადაც ეწერა, რომ ნაკლებად იწვევდა დამოკიდებულებას, სიმართლე არ აღმოჩნდა. 2010 წელს ფლორიდის შტატმა სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა იმ ექიმებს, რომლებიც აგრძელებდნენ ოპიოდებზე რეცეპტების გაცემას. ასე მკვეთრად შეზღუდვამ კი მილიონობით წამალზე დამოკიდებული ადამიანი წამლის გარეშე დატოვა. ეს ხალხი შავ ბაზარზე ეძებდა ალტერნატივას. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა ფენტალინი, რომელიც სინთეტიკური ოპიოდია და ჰეროინზე 50-ჯერ ძლიერია. როგორც ხვდებით, ფენტალინმა სრულად აითვისა ამ ხალხის საჭიროებები და დღესაც ბაზარზე გაბატონებული ნარკოტიკია. სინამდვილეში ფიურდი ფარმამ რა თქმა უნდა იცოდა, რომ კვლევები იყო გაყალბებული. მათ ექიმებსაც შეუქმნეს ისეთი განცდა, რომ კვლევები არის ნამდვილი, ექსპერიმენტები არის ნამდვილი, შესაბამისად უსაფრთხო არის მისი გამოყენება. დისტრიბუტორები ამხელა ბაზრის იყვნენ თვითონ ფიურდი, Johnson & Johnson, ტევა და ასე შემდეგ. საბოლოოდ, როდესაც ეს ყველაფერი გასკდა, სახელმწიფომ ფიურდი დააჯარიმა 6 მილიარდი დოლარით, ხოლო Johnson & Johnson, ტევა და დანარჩენი დისტრიბუტორები ჯამში 26 მილიარდით. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამ კატასტროფაში არც ერთი მაღალი რგოლის მენეჯერი არ იყო დაჭერილი. მეგობრებო, დღეს რაც მოვყევი, ეს არ არის შეთქმულების თეორიები, ეს არის წმინდა წყლის ფაქტები. ფარმაკოლოგიური ინდუსტრია არ უნდა განვიხილოთ როგორც რაღაც ალტრუისტული საქმიანობა. რა თქმა უნდა, არა. ეს არის ბიზნესი, რომლის მთავარი მიზანი არის მინიმალური დანახარჯებით გავიდეს მაქსიმალურ მოგებაზე. ამ სფეროს ნომერ პირველი ამოცანა და ინტერესი ეს არის არაფერი პირადული. ვერავინ იტყვის იმას, რომ თლიანობაში წამლებს უარყოფითი გავლენა აქვს, ეს არის სისულელე. ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მათ შორის ფსიქოლოგიური, სხვა დანარჩენ გარემოებებთან ერთად, რომლებიც მე უკვე ზემოთ ჩამოთვალე, დგას წამლებზე. ადრე რა დაავადებებიც თითქოს არ იკურნებოდა, დღეს ზუსტად რომ მედიკამენტებით იკურნება. ნახეთ, ეს არის ტუბერკულიოზით სიკვდილიანობის საყოველთაო სტატისტიკა ვაქცინაციის შემდეგ. თითქმის ნულამდე არის შემცირებული. კარგი იქნებოდა ისე ეს ვაქცინები არტურ მორგანსაც მოსწრებოდა, მაგრამ მას ისევე როგორც მილიონობით სხვა ადამიანს არ გაუმართლა. რამდენი ადამიანია ახლა თუნდაც ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ქონდა რაღაც კონკრეტული პრობლემები ჯანმრთელობის, იყო ექიმთან, დაუნიშნეს მკურნალობა და სწორად რომ სწორი მედიკამენტებით თავს ახლა ბევრად უკეთ გრძნობს. ეს კი უკვე ყვავილის სიკვდილიანობის სტატისტიკაა. როგორც ხედავთ, ვაქცინაციის შემდეგ თითქმის ნულამდე დავიდა. Big Pharma არის ბიზნესი, რომელსაც სახელმწიფოს, ანუ მტაცებლური მიდგომები აქვს. ერთი მხრივ ის გვაძლევს საუკეთესო წამლებს, მედიკამენტებს, ვაქცინებს, მეორე მხრივ ქმნის ოპიოდურ კრიზისს, ცრუ პანდემიებს, манипуლირებს სიტყვებით, აქვს საკმაოდ დიდი თავისუფლება, რომ ბაზარზე ფასები თავისი შეხედულებით დააწესოს. მოდით ცივად შევხედოთ სიტუაციას. ფაქტი არის ის, რომ ჩვენ წამლების გარეშე ვერ ვიარსებებთ. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ უსიტყვოდ უნდა ვენდოთ იმ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე მილიარდობით დოლარს აკეთებენ, რა თქმა უნდა არა. კიდევ ერთხელ, ფარმაკოლოგიური კომპანიები, საქველმოქმედო ორგანიზაციები არ არიან. მათი პრიორიტეტი არა ჩვენი ჯანმრთელობა, არამედ მათი მოგებაა. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, იკითხავთ. როგორც ყველა საკითხზე, როგორც ყველა თემაზე შევეცადოთ იმდენად ინფორმირებულები ვიყოთ, რამდენადაც შესაძლებელია. დავსვათ კითხვები, მოვითხოვოთ პასუხისმგებლობა, შევისწავლოთ პროდუქტი, მოვიკითხოთ გვერდითი მოვლენები, ფაქტები და ნაკლებად გავყვეთ შეთქმულების თეორიების ხაზებს. ზოგადად ეს მიდგომა ხომ ყველა საკითხზე უნდა გამოვიმუშაოთ, მაგრამ ჯანმრთელობაზე მით უმეტეს, იმიტომ რომ ის ყველაზე ძვირფასია, რაც გაგვაჩნია. გისურვებთ ჯანმრთელობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას. თავარი ეს არის, დანარჩენს კი ყველაფერს ეშველება. და ხომ, კიდევ ერთ თემას შეგახსენებთ. სანამ ეს
ვიდეო თქვენამდე ამ ფორმით მოვიდა, ჯერ Patreon-ზე წარვადგინეთ თემის იდეა და განვიხილეთ იქ. Patreon-ი ეს არის ფასიანი მხარდაჭერის სისტემა, სადაც შეგიძლიათ გამომიწეროთ და არხს ამ სახით დაუდგეთ გვერდით. საბედნიეროდ იზრდება ფასიანი გამომწერების რაოდენობა და მისი მნიშვნელობა და როლი ამ არხის მოღვაწეობაშიც გაიზრდება. იქ შევარჩევთ თემებს, მოეწყობა გამოკითხვები, სხვადასხვა დისკუსიები, ვიდეოს პირველი ნაწყვეტები დაიდება იქ. მეცაც გეტყვით, როდესაც ზოგჯერ მიწევს ვიდეოდან რაღაც ამოუჭრა, რადგან ეს არ შეესაბამება YouTube-ის ფორმატს, ან უფრო არაფორმალური არის, დავდებ ხოლმე Patreon-ზე და ამ რიგად ნელ-ნელა მოვაწესრიგებთ იქ სივრცეს. რა თქმა უნდა, ადამიანებს, რომლებიც ფულს იხდიან იმაში ყოველთვე, რომ არხმა განვითარება არ შეწყვიტოს, უნდა გქონდეთ უფრო მეტი ზემოქმედების შესაძლებლობა, როგორც ჩემთან, ისევე უშუალოდ არხთან. ამიტომ ვისაც უკვე გამოწერილი ვყავარ, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ტელეფონში აპლიკაცია და შემოხვიდეთ ასეთ განხილვებში. მე კი სანამ დაგემშვიდობებით, ასეთ რაღაცას გკითხავთ, რომ თქვენი აზრით როგორი არის Big Pharma-ს მოქმედება უშუალოდ ქართულ ბაზარზე. დღეისათვის კი სულ ეს იყო. დროებით.